დღეს მსოფლიოში სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით ბათუმში უცხოეთში დაღუპული ქართველი გმირები გაიხსენეს. მათ შორის ავღანეთის ომში დაღუპული 10 მეომრის ოჯახს ერთჯერადი 200 ლარიანი დახმარება გადასცეს. ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის თქმით, ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების პრობლემებზე მერია აქტიურად მუშაობს და სამომავლოდ ისინი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებენ. საქართველოსა საზღვარგარეთ გაუგებელ ადამიანებს პირველ რიგში რა თქმა უნდა ავღანეთში ბევრი ყავს დაღუპული და სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც იქ იმ ქვეყანაში იმ ადგილზე საქართველოს ინტერესებს იცავდნენ და მათი მეორე ხალხსოვნას და ასეთი ღონისძიებები ვფიქრობ, რომ რეგულარულად და ყოველთვის უნდა გაიმართოს. ეს არის დაფასება პირველ რიგში და ამავე დროს ეს არის პატრიოტული სუნისა და სამშობლოს სიყვარულისა და განცდის ამაღლების სოციალური შეღავათება არსებობს, ჯანდაცვის კუთხით პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობენ ვეტერანები, ამიტომ ვცდილობთ ახლა კიდე მომდევნო ეტაპზე წელს თუ შევძლებთ ამას დამატებითი პროგრამების შემუშავებას კიდე იქნება ამ მიმართულებით თავარია ვეტერანებთან ვიმუშაოთ და გავიგოთ ზუსტად ის საკითხები, რაც საჭიროებს ჩვენი მხრიდან დახმარებას.